მოგესალმებით. დილის 7 საათი ხდება. ტენერიფე, სანტა კრუზ და ტენერიფე. არ ჩანს არაფერი. მამია. წავედით სარბენად. მე არ ჩამო რა. ზები საერთოდ არ ვიცი. უბრალოდ გუშინ ჩამოვედი. ის ზღვაზე გავალ და ზღვაზე არა ოკეანეზე უბრალოდ. იქ არ დავიკარგებ. გავყვები ერთვარს გამოვყოლე. ალბათ 21 კილომეტრი, ნახევარი მარათონი რა. შეიძლება ცოტა მეტიც. მიდიან ბიჭები მე მქვევით. მე მგონი ეგენი არიან. ორბენელები არიან იასნია. დაბლა, ალბათ იქით არის კაი სარბენი. წავედით აბა ჩვენც. 7 საათის გახდა და გავდივართ. აქ არ იქნება ლაპარაკი რაღაც სისწრაფის გამოჯობესებაზე და რაღაცები. ესეთი ხედები არ იქ არა, ალბათ ეს შემენადგენი კისერის კიდევ უფრო მეტკინება ან მომირჩევა ბევრი ტრიალით. ხალხი დადის რაღაც კანტიკუნდად. რა ვიცი ხა. ალბათ აქ დავიწყებს სირბეს ხა. ცოტა მანქანებია. ხალხი დარბის თო. დარბის არა, ესენი დადიან უფრო. ცოტა ჩემზე ხნიერი ხალხია. წავიდა. ჯერჯერობით ნორმალურად მივდივართ. კაი დაღმართია. მე ხა გასწორდება ჩავალ ზღვაზე. ზღვაზე არა, ოკეანეზე. აგე თაზე ჯვარია, აგე როგორც რუსთაველებთან გადაიღეცო. სანტა კრუსში. ძალიან სულ დავდივარ. რა ხელა კრეისერები. ვიღაც დარბის. არა მგონია რომ ეხლა ეს 20 კილომეტრზე მეყავს. ნახოთ რა. 1 კილომეტრი გავირგვინეთ. უფრო ახლოდან. ჯვარი თაზე. მგონი კაი ადგილს მივაგენ. ასფალტი და ზოლი.
საქმე ის არის, რომ ხო ეს გზა გაგრძელდეს ერთი მინიმუმ 5 კილომეტრი, რომ 1 2 3 4 4-შე დავფარო წინ უკან. ეს ჩვენი ატლანტიკის ოკეანე. ამასობაში 2 კილომეტრს ვახლობები. ეს 2 კილომეტრი 10 წუთი და 50 წამი. არა, 30, არც ნახევარი. სისწრაფეზე პრეტენზია არ უნდა მქონდეს, იმიტომ რომ გზის გაყოლება მიწევს, პირველად გავრივარ ამ ქალაქში. და მან კამერა ხელში და ამბავი. აი ძალიან სილამაზე. მე მგონი რომ გზას ვადგივარ. დარბიან. ამ ხელა ტანკერები. ოთხი კილომეტრი ხდება 20 წუთია. უბრალოდ 3:95 და 20 წუთი. სწორგზას ვადგივარ. აგერ მორბენალთათვის სპეციალურად გამოყვეს რა ზოლი. რა თქმა უნდა ხუმრობი. სარემონტო სამუშაოებია. ამასობაში 5 კილომეტრს ვახლობები. ამასობაში მივედექით Darsena Pesquera Cueva Bermeja და ჩვენი საათი აჩვენებს 4:98 დრო 25 და 26 მოკლედ 5 კილომეტრი ზუსტად და 26 წუთი და შემხვდა კიდევ ერთი მორბენალი ანუ იქით გზა არის სარბენი რა თქმა უნდა გზა როგორ არ არის მაგრამ აკეთებს ბიჭი ახლა წამოვიდა აქ დავალ აქ იქნება ჩიხი აგერ ეს არის ტყიბულში ხო ის რო არის სილა ჭი საჩხერი მაგრამ ის არა ქვია იცქისი სოფელი იცქისი სილა Kilakhanzas ირბელს ჯობია ტრასაზე რა თქმა უნდა. აი ბეტონია. ამიტომ ამ ხაზს შევირბენ რა. გზაზე მკვდება ტუპიკები რა. ენდურანს გელები. ეს ნიშნავს რომ აქ დარბიან ნამდვილი მორბენლები. აი ესეთები აი კიდე გამძლეობის გელია რა მარათონის მორბენლები ხმარობენ მაგრამ მე არა მაგელი ისე უნდა ვირბინო აი ვშებით Darsena Pesqueraში მაგრამ ავადექით ინსტიტუტო ოკეანოგრაფიკო ნუ ყველაფერი ცხადი არის ისი ინსტიტუტი გახლავთ აი აგერ ამასობაში 6 კილომეტრი და 25 ანუ 250 დრო 32 წუთი ნახევარი
უკვე შეიძლება დაიგეგმოს სირბილის მანძილი. ანუ ასეთი კაი გზა თუ გაგრძელდა, ალბათ 12-15 კილომეტრამდე მივალ და მე უკან წამოვალ. და აღმართი რომ დაიწყება ჩვენი სასტუმროსგან, საიდანაც დავიწყებ. იქ გავჩერდები და აღმართს სირბილით აღარავები. ვაიმე. სად წავედი? რომელიღაც სანაპიროზე აღმოჩნდებოდი ხა პლიაჟზე. ვაგრძელებთ. სანაპიროზე არა, უბრალოდ ინსტიტუტში აღმოჩნდებოდი. და პორტში. უფრო მეტი ხალხი დადის ვიდრე დარბის. აი კიდე გელი იყო. კიდე. ანუ ეს ასაკიანი ხალხი არა, რომელიც ხელი ცხოვრება დარბოდა. და ეხლა კიდე გელი დარბოდა და ნუ ასაკმა თავის გაიტანა და გადავიდნენ სირბილზე. კიდე გელი. ნუ მისალმება ეს აუცილებელია. ორბენლები, რომელიც ერთი თემია მსოფლიოში და არა აქვს მათ არც რელიგია და არაფერი. ანუ უბრალოდ ყველაფერი აქვს, მაგრამ თავისი აქვს. საერთო შეიძლება ქონდეთ ერთი ეროვნების ხალხს, მაგრამ ნუ ხვდებით. არის ნუ ადამიანს და თბილად ესალმები, რომ შეგხვდება გაგერბენ სირბილის დროს. ეს ღია ოკეანე. გავცით პორტებს და ინსტიტუტებს. მორბენლებიც არიან ძალიან კარგი. აბა თუ მომესალმებო. ცალკბად. აბა ის ნახოთ. ამას ერთი 40 აქ არბენელი აქვს. ისე ძნელად მორბის. არ მომესალმა, ძალიან უჭირდა. ხელი საწევა რომ უკვე პრობლემა წარმოადგენს, ეგ არის 30 კილომეტრს მერე იწყება. და ამას როგორში მივადექით? Taganana el Bailadero, Las Teresitas. 3 კილომეტრი მინიმუმ იქნება გზა, კაია. პედესტრიანების გზას გულისხმობ, რა თქმა უნდა. აგერ ყოფილა პარკინგ, ოფიცინა, დისტიტიო, ანაგა, სოფელი ანაგა. ეგრეზის ბობი. სავარძელში მეფესაუჯი. კი ბატონო. ჩვენ არ გვინდა სან ანდრესში შესვლა ახლა. ეს არის მთიანი დასახლება სავარაუდოდ. ჩვენ გავყვებით სანაპიროს. და გადავახოთ აი იმ გორას. გვერდიდან შემოვუვით. ამასობაში 7 კილომეტრი და 25. დრო 37, 38, almost. აქ ნახეთ ხოსე აგილარი, ვალენტინსაზე კარტა. ადამიანების მეზღვაურები არიან სავარაუდოდ, ჯოზეფ ტერნერი, ფრიდა, აღარ წავიკითხე. ესპრედი და რუბენს, ბოტიჩელი, რემბრანტი. აჰა, ცნობილი. ვან გოგი, ველასკესი. სან ანდრესი აგერ. ხატვარი ყოფილა ალბათ ეს სან ანდრესი. რომელიც სახელიც ქვია აი ამ პატარა ულამაზეს დასახლებას. ვახრა ლამაზია.
კლოდ მონე, პოლ სეზანი, რენუარი. ვაიმე რა მაგარია. ამასობაში მზე ამოვიდა. ეს საწყალასფეროში ხიდი იმედია არ დამწყევლით. მთელი სან ანდრეასი აქ დადის, მოვდა მთელი სან ანდრეასი. აუ, რა სიძველეებია შეხე. სად მივდივარ? სანაპიროა, პლაჟი. მაგანები ქნებს. აუ, აღმართ ვიწყება. არა, იმფაზე ვერ ვარ. ასე უნდა გაგრძელდეს. კი, გრძელდება. აუ, ქვიშაზე მომიწევს ალბათ. წავედით ქვიშა. არა, რთულია. იურმალს ლაშს არ გავს, იქ დატკეპნილი იყო გზა. აქ გეფლობა ფეხი. მაგრამ კადრებისთვის ესეც საჭირო იყო. იმედია გავალ ტრასაზე რა. ხალხი ბანაობს. ნუ სისრაფე დამივარდა, მაგრამ იმდენად არა. 5:30 პეისი. 5:30 არ არის, ცოტა 5 და 39-ით ვირბინე, 38-ით მარათონი 12 ნოემბერს. არა, დავიღალე. ქვიშა დამღალა. წავი. ამასობაში ზუსტად 8 კილომეტრი გავფარეთ და დრო 42 წუთი. აჰა. დავბრუნდით გზაზე. არ გვიტოვიღალე. სუნთქვა. ქვიშა. სადაც დავისვენებ ხა. ნელა ვირბენ. ვაღვიდგინო. სუნთქვა. აუ, რა სილამაზეა. პალმები და მთები. მკლდე არის. და ულამაზესი სანაპირო. აქ რა ცხოვრობდეს კაცი რა მოკლავს. რაღაცა წააგავს ეს ადგილი სარფს. ნუ პალმები რა თქმა უნდა არ მოვიძახი. ასე მთები ზღვა და აქ რაღაცა ხა გამშვები პუნქტებით არის. გზა თუ გაჩერდა ვერ გავაგრძელე. მომიწევს უკან დაბრუნება და ვარ 8 კილომეტრი და 700 მეტრი. ანუ უკან რომ მივიდე ბოლომდე გამომივა ორჯერ ამდენი 16-17 კილომეტრი. მაგრამ იმედია არის გზა.
არის იმიტომ რომ აქ მორბის. ამბულანსი ყოფილა აქ. მოგახსენებთ მეგობრებო, დღეს არის 29 ნოემბერი. Просто ხვალარი თამაში საქართველოს ნაკრები ესპანეთში თამაშება სანტა-კრუზ დე ტენერიფეში. აი ამ ქალაქში. უბრალოდ ამ ქალაქს кайხანე გამოვწდი. სან-პედროსოს გამოვწდი. მაგრამ თავი აქ რა არის? ეს მატჩი არის ბოლო გიორგი შერმედინისთვის ნაკრებში. და მინდა რომ იყოს ძალიან კარგი გიორგისთვის კარგი და ჩვენი ნაკრებისთვის კარგი. თუ გიორგისთვის კარგი იქნება, დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდისთვისაც იქნება კარგი. თუ იქნება გიორგი ყველაფერი შერმო. და მჯერა რომ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის. და არა მარტო ბიჭები. ყველა ადამიანი ვინც აქ იმყოფება. ნაკრებთან ერთად. აბა მოვიდით. რაღაც კაი პეიზაჟი უნდა იყოს. მაგრამ კონტრაჟური იქნება ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ მზე. ხო, წრეალი იქით გზა აღარ მიდის. ერთი ეს არის რომ აი გავირბენ და მე უკან წამოვა. ის იქნება ჩემი ერთი გზა. რაც არის 9-ს გადააჭარბა უკვე. აუბრალოდ ძალიან მამაზია. თქვენის ნებართვით ცოტა ხანი გავჩერდები, მაქსიმუმ 2 წუთი, რომ გადავიღო სურათები. აგერ 9 კილომეტრი 26 მეტრი, 360 მეტრი. აუ რა მომივი, დამისეივდა ეს 9 კილომეტრი და ეს. ვაი მიჩი. ნა. აუ ერთიანი გარბენი არ იქნება. ანუ ახლა ვინ უჯდენ უნდა ვირბინო მეტი. 9 კილომეტრით. აუ ძალიან გულგატეხილი ვარ რა. დამისეივდა ვაი მე ხავ რამდენი 2 ეხა უწევ ახლა ის 9 და 60 და სევდა და ჩავარდა ისტორიას როგორც ერთი გარბენი. ახლა ცუდი. აუშ. მე ხო ვიცი თელი დოკუმენტალური მასალა ხომ აქ. აუშ. ეს კიდე არაფერი არ არის. ეხლა გამახსენდა იტალიაში 2-3 წლის წინ ტრენტოში ვირბინე 16 კილომეტრი და წამეშალა არასო დამისეივდა. ეკრანს მინდავდი რა, სირბილის ბოლოს რაღაც უფალიანი რაღაც იყო და არ ვიცი რატო წამეშალა. მაგრამ მეორე დღეს ვირბინე 17. აუშ. 500 მეტრი. წავით უკან. ეს 1 კილომეტრი. ჯამში 10 მეტრი. ეს სან-ანდრეასი უკანა გზაზე. აქედან წამოსულიყავ. მე კიდე იქ გამოვედი.
ეს ხიდი. სოფაში კილომეტრი ნახევარი 8:30 წამ. ეს იზოლე რა არის? ხატრები ბოტიჩელი Rubens Leonardo Pedro González კაქტუსები მთაზე ორი კილომეტრი და 29 ჯამში 11 კილომეტრი ნახევარი და ოკეანოგრაფიკოს ინსტიტუტთან ვართ უკან აგზარზე ეს ტენერიფე სანტა კრუს რა ლამაზია ეს ჩვენი ქალაქი ეს უკან აგზა ოკეანოგრაფიის ინსტიტუტი სანტა კრუს ტენერიფე აგ მთაზე ვაიმე ანუ ჩვენ ვართ ახლა სარფში და ეს არის ბათუმი ეგრე გამოდის სარფი უფრო ახლოა ჰაჯი 9:03 გავირბინე უკან გზაზე მოვდივარ და 3 უკვე გავირბინე ეს შენ 12-ზე მეტი და რომ მივალი მაგმართ ამდე საინაც წამოვედი იქნება ანუ 9:03-ს გამოკლე კილომეტრი ნახევარი დაახლოებით იმიტომ რომ მე აღმართი იწყება და მაგმართ აღმართი არის 1 კილომეტრი ანუ დღეს ვირბენ დაახლოებით 16-17 კილომეტრი ესეც პელეტონი Okay, that's better, Tony. Ahora vamos a მოდი რაღაც გამოვთავ რა კამერაში ელემენტი რამდენზე ეყოფა მოგონ 4 კილომეტრი დამჭა დაახლოებით გასარბენი ვაიმე რა არის? პედრო.
Pedro Barcelona, Oscar Yanes Gaspar. ალბათ კომაგი იყო. Pedro მოაწირე ხელი მაგის. სონა იყოს. სავაში 15 კილომეტრი და ცოტა მეტი. 6 მეორე გარბენი საჩვენებს. მივალა მათთან და გავჩერდი. ალბათ 100 კილომეტრი ნახევარში. ანუ ალამაზია. ელემენტი ჯდება და ახლა ვარ 7 კილომეტრით 16 კილომეტრი. ცოტა მეტი. აჰა, მოვედი. გემებთან. ახლა გამურთა და ჩავრთავ აი როცა დავასრულებ მაშინ. ხალხმა გაიღვიძა და ძალიან ბევრი დარბის. ასეც შენი 8 კილომეტრი იმ პაუზის მერე 8 და 9 17 კილომეტრი. ეგ არის ცოტა მეტი. არ ჩანსო. აი ხა მალე ის ჩემი ასახოვი იქნება და დავასრულებ. აჰა. გამოჩნდა ჩემი ასახოვი. ეს არის. ეს აღმართია. რა კაი მონუმენტი ყოფილა. დავასრულე ხა. აი 47 წუთი იმ პაუზის მერე 8 კილომეტრი და 50 თავისი დაპაუზდა. ესე იგი ჯამში გამოვიდა ის იყო 9 და 350. ეს არის 8 და 45. 17 და 8. 17 კილომეტრი და 800 მეტრი. ელემენტის აგეთ აუნაცებს უკვე წითლად. ესეც ასე დასრულდა. რემონტელი გარბენი, მოთელვითი